გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული წვრთნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. დღეს 2025 წლის 1 აპრილია, დიახ, 1 აპრილია გადაცემები გრძელდება, მინდა წარმოვადგინოთ დღევანდელი გადაცემის სტუმრები. საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და ფეხბურთის ფედერაციის ჯილდოების მფლობელი, 85 წიგნის, კრებულის და ფოტოალბომის ავტორი ბატონი დემიკო ლოლაძე. დიდი მადლობა ბატონი დემიკო, რომ მობრძანდით. მიზეზი არის ძალიან საინტერესო, როცა გადავსემ სიტყვას ბატონ დემიკოს, უფრო დეტალურად გეტყვით. და ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი არის საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ბერდია ჯიბლაძე. 1 წლის წინ იყავით, ხო, მგონი გადაცემაში. 1 თვის წინ თქვენი გენერალური მდივანი იყო ამ გადაცემაში, ამ სტუდიაში და ვისაუბრეთ ერთ თვეზე მეტი გავიდა, ვისაუბრეთ იმ პროცესებზე, იმ პერიპეტიებზე, რომელიც ხდება სამოყვარულო ფეხბურთში. გავიდა 1 თვე, იმის შემდეგ ბევრი საინტერესო მოხდა თქვენთან, იყო სპეციალური შეჯამება, ცერემონია, პლუს დაიწყო ჩემპიონატი და ამის გამო დღეს მოვიწვიეთ ბატონი ბერდია. სანამ გადავცემდი სიტყვას ბატონ დემიკო ლოლაძეს, მინდა მივმართო ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს თხოვნით. ჯერ ინფორმაციას მივაცდე და მერე თხოვნით. ესე იგი 4 აპრილს, სამ დღეში 4 აპრილს პარასკევს საღამოს 19 საათზე, 7 საათზე საღამოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება ერთა ლიგის მატჩი საქართველოს და მალტის ქალთა საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებებს შორის. ჩვენი ნაკრები, ქალთა საფეხბურთო ნაკრები თამაშობს C დივიზიონში, ჩვენ ჯგუფში არიან აგრეთვე ანდორა და კვიპროსი. თებერვალში სახში ჩვენ მოუგეთ 2-1 ანდორას, გასვლაზე სამწუხაროდ წავაგეთ 2-1 და ახლა 4 აპრილს გვაქვს მატჩი მალტის ეროვნულ ნაკრებთან. მალტასაც აქვს 3 ქულა, კვიპროსს აქვს 6 ქულა, ანდორას არც 1 ქულა არ აქვს ამ გათამაშებაში. შარშან ჩვენო ნაკრებმა კვიპროსს ორჯერ მოუგო. შარშან საერთოდ დიდი მიღწევა იყო ქალთა საფეხბურთო ნაკრების ეროვნულ ნაკრების ისტორიაში. პირველად გავედით ჯგუფიდან და ვითამაშეთ პლეი-ოფი. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფი ვითამაშეთ შარშან, კი პლეი-ოფში დავმარცხეთ ძალიან ძლიერ გუნდთან, ირლანდიის ნაკრებთან, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს იყო უდიდესი წარმატება ქალთა ეროვნული ნაკრების ისტორიაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში. თქვენ ახლა ხედავთ ფოტოებს და ხედავთ ვიდეო კადრებს, რომელიც ავიღე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გვერდიდან. ჩვენი ქალთა ეროვნული ნაკრები უკვე რამდენიმე დღეა ემზადება ამ მატჩისათვის მალტის ნაკრებთან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 4 აპრილს საღამოს 7 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება საქართველოს და მალტის ქალთა ეროვნული ნაკრებების მატჩი. ფედერაციის გადაწყვეტილებით ქალბატონმა ნინო სორდიამ, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დამიდასტურა, მატჩზე დასწრება არის თავისუფალი, ესე იგი ბილეთები არ არის საჭირო, დროც კარგია, პარასკევი დღეა, საღამოს 7 საათზე, ვისაც აქვს სურვილი და ინტერესი, მობრძანდით, უკომაგეთ საქართველოს ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, კი სერიოზული ბრძოლა იქნება. შემდეგ 8 აპრილს ჩვენი ნაკრები მალტაში გასვლით მატჩს ჩაატარებს. კადრებში ხედავთ თქვენ ახლა ქალბატონ ირის ანტვანს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს. ირის ანტვანი თავის დროზე იყო ისრაელის ნაკრების მეკარე, ისრაელში მუშაობდა მწვრთნელად, ისრაელის ნაკრების კაპიტანიც იყო და 2023 წლის მარტიდან ირის ანტვანი არის საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ახლა კი ხედავთ კადრებს, სადაც მაიკო ბებიამ გაუტანა გონი პენალტიდან
პენალტიდან გაიტანა გოლი. მინდა გითხრათ აგრეთვე რომ შეგახსენოთ უბრალოდ რომ ქალთა ფეხბურთი საქართველოში აქ ძალიან დიდი ისტორია, ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში, 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში პირველი საფეხბურთო გუნდები ავრორი ტალახაძე და ნუკრი ჩიგოგიძე იყვნენ წნელები. შემდეგ უკვე 80-იანი წლების მეორე ნახევარში რამაზ მაღლაფერიძე სხვა წნელებიც მუშაობდნენ თბილისში, ქუთაისში, ფოთში და ქალთა საფეხბურთო კლუბი ივერია თბილისი 1988 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, წარმოიდგინეთ, პირველი ჩემპიონატი ქალთა ფეხბურთში გაიმართა საერთაშორისო 88 წელს და თბილისის ივერია გახდა ჩემპიონი. მანამდე რამდენიმე ტურნირზე, საკავშირო და საერთაშორისო ტურნირებზე თბილისის ივერია და თბილისის სამედიცინო სასწავლებლების გუნდი გახდა პრიზიორი ან ჩემპიონი. 90-იან წლებში უკვე ეროვნული ნაკრები ახსოვთ გულშემატკივრებს თამაშობდა სხვადასხვა ტურნირებზე, მათ შორის საკვალიფიკაციო ეტაპის 2000-იან წლებში და პაუზა იყო და ბოლო 10-12-13 წელი არის აღმავლობა, აღორძინება, ასე შეიძლება ითქვას. 2016 წლიდან რეგულარულად ტარდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, ბოლო წლებში გამძარდა იქ კონკურენცია, 2 ლიგა არის და საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებმა შარშან დადო ძალიან კარგი შედეგი, გავედით ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფზე და ახლა უკვე 4 აპრილს გვაქვს მატჩი მალტასთან. იმედი მაქვს რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ახლა კი მინდა სიტყვა გადავცე ბატონ დემიკო ლოლაძეს. ბატონ დემიკო არის საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, პედაგოგი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და ფეხბურთის ფედერაციის ჯილდოების მფლობელი, 85 წიგნის, კრებულის და ფოტო ალბომის ავტორი. აქედან 65 ბატონო დემიკო ეხება ფეხბურთს. და დღეს ზუსტად ფეხბურთის გამო მოვიწვიეთ ბატონი დემიკო, იმიტომ რომ ბატონი დემიკო 20 მარტს ქართველ ჟურნალისტებთან ერთად საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით იმყოფებოდა ერევანში, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 3-0 დაამარცხა სომხეთი. მე როგორც ვიცი, გამარჯობათ კიდევ ერთხელ ბატონო დემიკო, მესამეჯერ იყავით თქვენ ერევანში. პირველი იყავით, როგორც დაზვერვა მოსადმა გვაცნობა, 6 კლასში რომ იყავით, იმ დროს აღმოჩნდით თქვენ ერევანში ორ სკოლის მოსწავლე. აი მეორე უფრო საინტერესოა ჩემთვის და მაყურებლებისთვის 1975 წელს ბატონი დემიკო თავის მეგობართან ერთად იმყოფებოდა ერევანში, სადაც ერევნის არარატი ევროპის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალი იყო, ხო? მეოთხედფინალში შეხვდა მიუნხენის ბავარიას. 2-0 წააგო იქ არარატმა, ერევანში კი არარატმა მოიგო 1-0. აი ამ მატჩით მინდა დავიწყოთ, ვისთან ერთად იმყოფებოდით, რა შეიძლება გავიხსენოთ იმ პერიოდიდან, არარატი იმ დროს ძალიან ძლიერი გუნდი იყო და მეორე ნაწილი ალბათ რასაკერველი იქნება უკვე, როცა თქვენ მოყვებით ამ 25 წლის მარტში რომ იმყოფებოდით ერევანში. მოსაყოლი არაფერი არ დამეტოვე, ყველაფერი. თქვენ და მე ჩაგითვალათ. რა ვილაპარაკოთ, აღარ გავიგე. 75-ში თქვენ უკვე დაწყებული გქონდათ ხო ეს პუბლიცისტიკა, ფოტოკორესპონდენტობა, ხო უკვე დაწყებული გქონდათ, მუშაობდით პედაგოგად. კაი. გამეორება ცოდნის დედა. გავიმეორე. მე 6 კლასში მშობლებთან ერთად ვიყავით, მე ჩემი და დედა მამა. ეს უფრო ადრე, ხო? მე 6 კლასში წარმოიდგინე. 91 წლის ვარ და აპრილში ხდებით 91 წლის. რამდენიმე დღეში. ხო და მაშინ კარგად დამახსოვრდა. პირველი ჩასვლა ერევანში. პირველი კი ჩასვლა კარგად. შემდეგი იყო უკვე როდესაც ეს ბავარია, ბაიერნი უბრალოდ ლეგენდარული ბეკენბაუერი ნიამაი. ახლა მე აქ რომ მოვდიოდი. ხო. მაინც გადავხედე ხო არა მაქვს თქო.
პროგრამა. აი, რასამ, აბა აჩვენეთ ეს 75 წლის პროგრამაა, ხო? 75 10 წელია გასული. ესე იგი მარტში იყო 19 მარტს. როგორ შეიძლება და რომ არ ჩავსულიყავი და არ მენახა. მატჩის პროგრამა. ეს პროგრამაა, ეს არის ორი ბილეთი, სადაც ერთად ვიჯექით, მე და ჩემი მეგობარი. მეგობარი ეგეც იცი და მომეხმარე ხომ ზურიკო დევდარიანი ხო. და ეს არის სასტუმრო ერთად იდო სასტუმრო ანი. საინტერესოა ხო ეს კაი სიურპრიზია მე არ ვიცოდი რომ ეგეც რომ მეთქო მე შენთვის მანამდე შენ მე აღარ დამიტოვებდი სალაპარაკოსთან. ჩაგითვალა მიღებულია შენი. აი თენგო. ზეპ მაიერი ხო? ხა ყველას არ ჩამოვცლი, მაგრამ ისეთი ვარსკვლავები რომ თან აქ მიმიწერია ვინ რომელი ნომერი. ბაიერი, ბავარია. ეხლა რომ 88 და 105 და ეს ვაწერია. ესე არ იყო 11 და თუ შეიძლება და 12 და 13 გამოდიოდა. მაიერი, ხანსენი, შვარცენბეკი. ძალიან მაგარი იყო. ბეკენბაურზე ლაპარაკი არის, კაპიტანი იყო გუნდის, ულრიხ ჰონესი, ეს ძალიან მაგრებს ვამბობ. დიახ. გერდ მიულერი, რუმენინგე, რას ამბობთ? და კაპელმანი გამოვიდა, მე შეცვალა ეს. მეორე ტაიმში ხო. ხო. დეცმარ კრამერი იყო გუნდის უნელი და არარატი ეს იყო ერთ-ერთი ძლიერი იმ დროს გუნდი იმ დროს 73-ში ჩემპიონები გახდნენ. დუბლი ხო, თასიც ხო. თასი აიღეს. უნიკალური ძეგლი დგას იქ ალბათ გამოჩნდება ხო ფოტოებში გამოჩნდება თქვენ ახლაც გადაიღეთ ფოტო ხო იქ პირველი რაც გავაკეთეთ რომ ჩავედით ეგ მაინტერესებდა ეგ მენახა ეგ ძეგლი და ისეთი ფეხბურთელები იყვნენ ამათ აქ რომ ანდრეასიანი, კოვალენკო, მირზოიანი, მარქაროვი, ზანაზანიანი ძალიან ძლიერი გუნდი იყო და ანდრეასიანმა გაიტანა გოლი ხო გოლი ხო და იმან მაშინ ჩემპიონობაში ძალიან უდიდესი წვლილი მიუძღო და ყველანაირად მარტო ის კი არა რომ გუნდი მოამზადა, არამედ ყველანაირად ნიკიტა სიმონიანს. იმიტომ რომ ნიკიტა სიმონიანი დღეს 100 წელს უახლოვდება და დღესაც უდიდესი ავტორიტეტია კარგი ფორმაშიც არის საფეხბურთო წრეებში და მან ყველანაირად ბოდიში ეს არის ფოტო სადაც ხან ახლა იყავით ერევანში არარატის ძეგლი ხომ არის იქ ეს არის ეგ არის ხო არარატის პირველი ახლა რომ ჩავედით ხო რაც თხოვე მასპინძელს ვინც დამხვდა აეროპორტში ვინც ნუ მაგას ნელ-ნელა მოვყვები რომ აი იქ წავსულიყავით იქ რაზდანზე ეხლა რაზდანის ცალკე თემა იქ რა დღეშია და რა არის ეგ მაგაზე ლაპარაკი აღარ არის რაღაც ბაზრობის კავშირი რაღაც საშინელება იქ აი ეს იყო ერევანში რომელიც არასოდეს არ დაგვიწყდა. ძალიან საინტერესოა. მე კაი ხასიათზე მოვიდი ახლა ბატონ დემიკო, ესეთი სიურპრიზი იყო. ჩემთვის თქვენ ყველაფერს ინახავთ და მაგრამ ხანდახან მე გჩუქნი რაღაცებს. იმიტომ რომ შენ ვარს კაცი ვერ გეტყვის, იმიტომ რომ შენ ისეთი ადამიანი ხარ, ისე ხარ მოწადინებული მარტო ფეხბურთი კი არა, სპორტის ყველა სახეობაში და რაღაცები არის. ნუ ეხლა ამაზე აღარაფერი არ მითხრა, ამას ვერ მოხდა. არა, გასაგები. არც კონდა ჩა. თავიდანვე გეუბნები. კი, გასაგებია. ბერდია ხო ჩამეთვალა ხო? ბატონ დემიკო, იმ დროს იმ მატჩში მე კარგად მახსოვს, მე ტელევიზიით უყურებდი, კოტე მახარაძეს მიყავდა ეს რეპორტაჟი საკავშირო ტელევიზიით. ხო, ეგ არ ვიცი ვის. ხო, იმიტომ რომ თქვენ ერევანში იყავით. არარატს თანაბარი თამაში იყო და შეეძლო მეორე გოლის გატანას, ხო? ფაქტიურად თუ როგორ გახსოვთ ის 50 წლის წინანდელი. როგორ არის იცი? არარატი ძლიერი იყო, მაგრამ ბაიერნი უფრო ძლიერი. რასაკვირველი. გრანდი იყო. ლოგიკურად ესენი წინავდნენ, რაც შეეძლოთ ითამაშეს, მოიგეს. მეზობლებზე ვამბობ ჩვენს, მაგრამ ესენი იყვნენ გროსმეისტერები, სოფლიოს ჩემპიონატი მოგებული ქონდათ 74-ში. იქ მოგებული იყო, ახლა აქ
ლაპარაკი არ იყო. კი, კი. ჩვენი მიზანი იყო ჩავშვილიყავით წონე მინდორზე, გვენახა საკუთარი თვალით აი ეს ვარსკვლავები, ვინც ჩამოვთვალე. ნახეთ მაიერი, ნახეთ. სულ. ეხლა თავიდან არ დაიწყო, ხო, ვთქვი. ერთი კითხვა მაქვს, ხო, თქვენ. კი ბატონო. იქ მგონი 75-ში სლავამეტრეველიც იყო ჩასული და სანდრო კოტორაშვილს აქ ერევანში გადაგებდა. ვერ გეტყვი. ეგ შეიძლება, არა, ვერ გეტყვი. რაც არ ვიცი, იმიტომ რომ მე არ ტრიბუნებზე ვიყავი, იქ ვინ გადაიღო, ეგ ფოტო ბეკენბაუერი და თბილისშია მე მგონი გადა. თბილისში არის. მე მგონი. მე ვერ გეტყვი, იმიტომ რომ ერევანში იქ იმიტომ ბეკენბაუერი არის ჩაცმული, იქ სხვა იმაზეა ჩამოსული. ეკიპირება ხო? ხო, და აქ ვერ რაც არ ვიცი. კი, გასაგები. აი ესეთი იყო. ეს მაგარით საინტერესო მატჩი იყო და დიდი სიამოვნება მიიღეთ ახლა. ძალიან. თან მანქანით ვიყავით, პირველად მატარებლით ვიყავით. მე მანქანით აი ჩვენთან რომ აეროპორტიდან, თქო ცენტრიდან აეროპორტამდე რომ უნდა მისულიყავი საათნახევარი, ხო? ვიწრო გზა იყო ერთი. აი პირველად ნახე იქ სევანიდან ერევნამდე ეს ტრასა. ხო, იქ და სხვათა შორის ძალიან თბილად აუჩქარებს და კარგის მეტი არაფერი არ შეიძლება ითქვას როგორ ღებულობთ. ახლა მე ტელემაყურებლებს ბოდიში თქვენთან ახალგაზრდებს განსაკუთრებით ვეთყვი ახლა მიუნხენის ბაიერნი ბავარია იცით მაგრამ 74-ში გახდა ჩემპიონთა თასის ფლობელი 15-ში გახდა ზედიზეთ მესამეჯერაც გახდა და 75-ში უკვე აგვისტო-სექტემბერში იყო ის სუპერთასი როცა კიევის დინამომ ლოხინმა იქაც და აქაც გაუტანა და დაამარცხა ის პლეხანაურად რო თქვა დაიხია მთელი ბავარიის დაცვა კი გაანადგურა სამივე გოლი ძალიან ნამდვილად არ ველოდით რა მაგრამ ტელევიზორში კარგად ჩანდა გაიმეორეს ახლა მე ბოლო თქვენი ჩასლა ერევანში ესე იგი როგორც მე მითხრეს დაახლოებით 5000-6000-მდე გულშემატკივარი იყო ახლა ერევანში სხვადასხვა მონაცემებია ნუ საშუალო ციფრი 5000 არა მე თქვენ კი არ გეკითხებით მე ვამბობ სხვადასხვა წყაროდან მაქვს მოპოვებული 4-დან 5000-მდე დაახლოებით იყვნენ ერევანში სტადიონზე და აქედან დაახლოებით 30-მდე ჟურნალისტი ეს მიშა აბაიშვილმა მითხრა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა აქვე მინდა აღნიშნო ბატონ გიგა გვენცაძის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის ძალისხმევა იმ ორგანიზაციულ საკითხებში და თქვენ ახლა იყავით კიდევ თუ შეიძლება ერთხელ ჩართოთ ის ფოტოები ახლა თქვენ რომ იყავით მატჩამდე აი რა განწყობა იყო ეს მაინტერესებს. არა, ჯერ პროგრამა შევინახავ. შევინახეთ. არ გაქრეს. შევინახავ და ნამდვილად მოგიყვება. კი, განაცხადე. ახლა ჩაირთვება ის ფოტოები. მეორეჯერ თქვენ ჩახვედით გონი მე არ დავმალავ, მე მიშა და გიგა და საფეხბურთის ფედერაციას რომ მადლობელი ვარ რომ კონდა სურვილი რომ 50 წელი არ ყოფილვარ ხო ერევანში და გარდა იმისა რომ ჩვენი ნაკრებია კიდე რომ ქალაქი მენახა როდის ნახა აი ეს კადრებია ეს სტადიონზე თქვენ ხართ იქ ბიჭებთან კოლეგებთან რაც გადავიღეთ იქ აი ეს რაზდანი ჩანს მაგრამ აი გუშინ ნახე ის რაც გითხარი რაზდანი რა დღეშია თქო ვიდეო რა გამოგზავნე მაგრამ უკვე გვიანი იყო გიორგი დარჯანიანი ნუ ახლა ის არ მოქმედებს ის სტადიონი არა მე უბრალოდ გაკვირვებული ვარ რატოა ესე დღეში ეს სტადიონი და რატო არა მოქმედი ეს სტადიონი აი პასუხი ვერ მივიღე ვერავის ვისთვის უნდა მეკითხა იქ რომ ასეთი მდგომარეობა მაგრამ მე როგორც ავიკითხე სომხური პრესიდან გადმობეჭდილი მასალებიდან აპირებენ იმის რეაბილიტაციას როდის გააკეთებენ 75000 ეტეოდა 75000-მდე ეტეოდა ჩვენს გარეშე ალბათ ხო და ნუ თვითონავით ჩაფრინდით ხო ასლა ვერ მოვასწარით და უკვე გამოაცხადეს რომ ჯდებითო და ნახევარსაათი ხო ნახევარსაათი 35 წუთი აქედან და 29 წუთი იქედან რომ აი ეს ორი ეს ფეხბურთის ფედერაციის დიახ ჩარტელი რეჟიმი ამიტომ ვიმეორებ რომ მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვი ვინც ჩამოთვალე გიგა და მიშა და ფედერაცია და ფედერაცია კიდე გოგოები და ბიჭები და სულ ყველა იმიტომ რომ მომწეს საშუალება რომ ეს გულშემატკივრების მე თქვენ დაგინახეთ ერთ-ერთ ვიდეოში რომელზე
მითხრეს. ხო, თქვენ გამოჩნდით იქ. რა მაინტერესებს? მოუყვებოდი, ეხლა რა არის? 6-ზე 9-ზე იყო თამაში, ხო? ხო. ძალიან ბევრი ჩასული იყო ადამიანი, ძალიან ბევრი. და ამ ჩასული ხალხისთვის 6-ზე მოედანზე შეიკრიბნენ, ჩვენც მივედით. სლელობა, ხო. ხო, რომ სლელობას გავყოლოდით, მაგრამ ჩერდებოდნენ მე ის ბარაბანი და ხმაური ეს უყურებდი ხა მე ამ მასპინძლებს. არავითარი, აი თბილად მიიღო. ძალიან, აქ ლაპარაკი არ არის ეს ეხა გულში რას ფიქრობენ ერთია, ხო? არა, ზოგ ქვეყანაში სხვა ქვეყნიდან ჩამოსული გულშემატკივრების სლელობას არ აქვს ისეთი თბილი დახვედრა. ყოველთვის. ხო. წლების განმავლობაში, ყოველთვის სასამხეთის ხელისუფლებისთვის და სასამხეთის მოსახლეობისთვის აი ვისთანაც უნდა არარატი იყო თუ მანამდე სპარტაკი დინამო იყო მანამდე მერე სპარტაკი იყო მერე არარატი უპირველესი იყო რომ თბილისის დინამოსთან არ წაეგოთ ესე იგი ეს იყო ნომერ პირველი ამოცანა მთელი ქვეყნისთვის მე-20 საუკუნეში ხო ესე იყო იგივე იყო აქ ჩვენთანაც აქ და ბევრი ჩაშლილი თამაშიც ზოგიერთი მახსოვს, ბევრი ორთაბრძოლაც მახსოვს, წაგებაც მახსოვს, იქაც ჩვენც მოგვიგია სტადიონის გახსნაზეც. მოკლედ, სულ ყოველთვის ასეთი ურთიერთობა იყო, მაგრამ არც ერთ ადამიანს არ გამოუჩენია რაღაცა ისეთი გზნობა, რომ ეთქვა აი შენ და ესე, იმიტომ რომ აი წარმოიდგინე ეს სიმღერა, ეს შეარული, ეს მარში გაანაწილეს ეთყობა მან რაღაც თამაშის დროს რამდენიმე თვის წინ სასამხეთში რაღაც მოხდა მაყურებლებს და ხო დაძაბული ერთმანეთში რაღაცა მოხდა და იმიტომ იყო რომ ფიქრობდნენ ეხა ამ თამაშზე მაყურებლები შეეშვათ თუ არ შეეშვათ და ამოღებულია მე სურათიც გამოგიგზავნეთ აი ესენია რკინის ჯებირები ხო რკინის ჯებირები, სადაც აი ეს ხალხი მოხდა, ეს ქართველი გულშემატკივრები, მაგრამ რო გაიხედავდი თელ სტადიონზე, სხვათა შორის რო მივახლოვდი ეს სტადიონი ვიცანი მე. ხო. სურათით ვიცანი. პატარა კოხთა სტადიონი, ხო. ძალიან. ხო, ძალიან. ეგ იყო 14000 ერევნის დინამო სტადიონი, სანამ რაზდანი აშენდებოდა აი გამახსენდა ის სურათები მე ვნახე აი ღოღობერძე ელოშვილი მარღანი ეგენი რო არის ის არკებით იმებით ვიცანი რომ ეს ის სტადიონია პირველად და ძალიან გამეხარდა რომ ამ სტადიონზე მოვხვდი და აი რომ გადახედავდი რომ შედან იქ მასპინძლები იქაც კი ქართული დროშები იყო ეთყობა შეიძინეს დამატებით შეიძინეს ხო ნუ ეგ უკვე არ ვიცი როგორ შეიძინეს ის რა ელოდებოდით აი მატჩამდე 3-0-ს პირველი 20 წუთი იყო დაძაბული ხო დაძაბული იყო პირველი 20 წუთი იყო თანაბარი მათაც ჰქონდათ მომენტები ერევანში ჰქონდათ მაგრამ პირველი მე სხვათა შორის ის მეგობარიც ვინც დამხვდა ერთი ძალიან კარგი ადამიანი ინსტიტუტის დირექტორია დოქტორი კერძო მეჯდა მე ემოციის გამოხატვა არ შემეძლო. გამორიცხული იქნებოდა, ხო. არავითარი. ხო, მესმის. ვიყავი ისე როგორც ისიც და ისე ვიჭექი და რო გამოვიდა სასამხეთის ნაკრები ჯერ ერთი ზანგი დავინახე. გინდა რაც გინდა ნატურალიზებული ყავთ სხვადასხვა ქვეყნებიდან, ხო. ეხლა რატო ამბობ? მე მეორე დავინახე და მე ამას ვთხარი ეთყობა თქო, ჯერ თამაშიც ისე არ იყო რა, რომ შეგვეთყო. ეგეთი სუსტი გუნდი მე არ მინდა სამხებს. არ ყოლიათ, აი რაც ახლა ბოდიში თქვენთან ტელემაღრულების ვეთქე ახალგაზრდა განსაკუთრებით. 2020 წელს ერთა ლიგის მატჩებში საკვალიფიკაციო ეტაპის 2020 წელი იყო. ოქტომბერში პოლონეთში 2-2 თამაშეთ სამხრეთთან რომ ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართა რადგანაც ყარაბაღის მოვლენების გამო სამხრეთში და თბილისში 2-1 წავაგეთ აქ ნოემბერში 2025 წლის წინ ჩვენმა ნაკრებმა განიცადა დიდი პროგრესია ამ 5 წელიწადში სომხეთის ნაკრებს პირიქით. ხო და თენგო გავაგზავნებ არ დამოვიწყდეს რომ ამ მასპინძელს უთხარი რომ
აი ეს ორი ფეხბურთელი რო დავინახე მიხდით უკვე მივხვდი მე უთხარი რომ გინდა გეწყინოთ გინდა არა რომ თქვენი ფეხბურთის საქმე ცუდად არის თქო იმიტომ რომ რუსი საყვანა არ უნდა და ტარასოდეს თავის დროზე რუსეთიდან კოვალენკო და ეს რო იყო კიდე ერთი ბონდარენკო ადგილობრივი იყო მაგრამ ხო დაჩევლები ვიყავით რომ სხვა რესპუბლიკიდან არავინ არასოდეს არ უყურებდა ამას ჩემი თვალით უყურებ რომ ეს მაგრამ დრო შეიცვალა ბატონ დემიკო და ეხლა რა შეიცვალა და ეხლა კაცი კაცკოცლის და ხალი ხალხის და ეს ალგეთება ეგ შეცვლილია დრო მე ვამბობ რომ აი ის რაც დავინახე ეს იყო ყველაზე სუსტი გუნდი სომხეთის ფეხბურთის ისტორიაში რაც არსებობს ძალიან ესეთი კმაყოფილი ვიყავი რომ 3-0 შემდეგ არ ვიცი ვის მოვიდა აზრად თავში და რა როგორ იყო რა იყო შემთხვევით იყო თუ ხო ცოტა შეჩერდა ტემპი რომ ანგარიში შეინარჩუნეს ჩვენება ხო შეინარჩუნეს ბოლომდე არ გაანადგურეს არა არ შეიძლებოდა ხო უხერხული ხო მესმის არ შეიძლებოდა იმიტომ რომ იქ ხელისუფლებაა ჩასული არის რა მომენტები 3-0 საკმარისი იყო საკმარისი და მე 2-0 საკმარისი იყო და 1-0 საკმარისი იყო მაგრამ 1-0 ვერანდობი რომ უთხრა შეიძლება 2-0-იც არის ისეთი ხო 3-0 უკვე ნორმალური შედეგი ნორმალური იყო და უნდა გაჩერებულიყვნენ და გაჩერდნენ არა ბრძოლა იყო მაგრამ ისეთი როგორც პირველ ტაიმში არა ისე მეორე ტაიმში ბოლოს შეაჩერა თუმცა მე მეორე ტაიმში უფრო კი სადაც ვიჯექი უფრო კარგად ხედავდი და უყურებდი ეხლა ჩვენების მადლობის მეტი და თამაშობენ რა კი კარგად თამაშობენ უკვე ის გუნდი აღარ არის პოტენციალი აქვს აღარ არის ის გუნდი არ არის როცა თქვა ერთი კაცი იყო ორი უკვე ათამაშებულია 5-6 და რამდენიმე ვარსკვლავია რამდენიმე და სტაბილური შემადგენლობა მე ხელი მოუმართოთ და კიდე რა იყო იქ სასომხეთში რა რითი დაამახსოვრდა ყოველ ნაბიჯზე ხო გადავიღე სურათი დამათვალიერებინეს ერევანი მე სასომხეთზე ხა მარტო ფეხბურთი კი გასაგებია შარვა აზნაურის სახლი აუშენეს და გასაღები ჩააბარეს რომ გარდაიცვალა მისი ფოტოს გამოგიგზავნეთ ის მისი შვილები ჩამოდიან და აკეთებენ და კიდე რაღაც ძეგლები მაჩვენეს დამათვალიერებინეს მოკლედ ისე არ ვიყავი ერთი დღე მიშა დამზევდა კიდე ჩვენი ხო იმიტომ რომ ყურადღების არა ნამდვილად ყურადღების კუთხით როგორ ვიტყვი ერთად ვიყავით ერთად ნომერში და ყველაფერი კარგი ასეთი იმ ადამიანმა მე ჩვენ გამოგვაცილა აეროპორტშიც და ესეთი თქვენ ერთი კითხვა კარგი განწყობით ჩამოვედი ახლა ტელემაყურებლებს მინდა უთხრა კიდევ ერთი და დამატებით კი მითხრა ბატონმა დემიკომ რომ ყველაფერი თქვიო ჩემზე 1991 წელს 13 მაისს როცა თბილისის დინამომ დუსელდორფში თასების თასის თასის ფინალში დაამარცხა კარლ ზაისი სერიოზული გუნდი იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ძლიერი გუნდი იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების საბაზისო გუნდი იყო იმ დღეს ბატონი დემიკო იმყოფებოდა გერმანიაში დუსელდორფში და მან გადაიღო უნიკალური ფოტო მასალა რომელიც შერჩა და ეკუთვნის საქართველოს არა მარტო თქვენ მთლიანად საქართველოს ისტორიული მატჩის რაც შეეძლო ძალიან რთული იყო იქ მოხვედრა და მოახერხა ბატონმა დემიკომ თავისი ინიციატივით თავისი კავშირებით და კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გითხრათ ბატონ დემიკო რომ ამდენი წარმოიდგინეთ 85 წიგნის კრებულის და ფოტოალბომის ავტორი მათ შორის 65 არის ფეხბურთზე დიდი მადლობა ბატონ დემიკო კიდევ შეიძლება ერთ-ერთ მომენტში დაგიბრუნდეთ ახლა კი მინდა წარმოვადგინო ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ბერდია ჯიბლაძე მინდა გთხოვოთ ბატონ ბერდია რამდენიმე კვირის წინ ჩატარდა გასული სეზონის შედეგების შეჯამება და სპეციალური ცერემონია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტერიტორიაზე ივიბ დარბაზში ფედერაციის ხელშეწყობით
და რამდენიმე დღის წინ კი დაიწყო ახალი ჩემპიონატი სამოყვარულო ფეხბურთის. აი მიმოხილმა მინდა გააკეთო ჯერ რომელ წელს დაიწყო, რამდენი გუნდი იყო, ახლა მე ვიცი 500 გუნდამდე არის დაახლოებით, ხო? და იყო სულ რამდენიმე გუნდი, რამდენი კაცია ჩართული და მე კადრებიც გამოჩნდება და მე ჩემპიონატზეც ვისაუბროთ. დიახ, მოგესალმებით კიდე ერთხელ და პირველ რიგში ბატონო თენგის მადლობა, რომ ესე აქტიურად აშუქებთ მოყვარულთა ლიგას, თქვენთანაც როგორც აღნიშნეთ, მე თვითონ მეორედ ვარ, ჩვენი გენერალური მდივანი იყო ასევე თქვენთან და ამისთვის მადლობას გიხდით და ასევე ჩემთვის მინდა ვთქვა, რომ პატივია ბატონ დებიკოსთან ერთად რო ვარ, ასეთ საინტერესო იყო ძალიან. კი ბატონო, მისი მოსმენა და ესეთი დამსახურებული ადამიანი. დიდი მადლობა. მოყვარულთა ლიგას რაც შეეხება 2015 წელს დაფუძნდა ჩვენი ორგანიზაცია, სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და მომდევნო წელს უკვე დავიწყეთ ტურნირების ორგანიზება. ზოგადად მეც ვარ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რამდენიმე ადამიანი ვიყავით და სურვილი გქონდა რომ რაღაც ახალი გავეკეთებინა ქართულ ფეხბურთში, რომ მაშინ ასეთი ცენტრალიზებული სამოყვარულო ჩემპიონატი საქართველოსი არ იყო. კი ბატონო, ახლად არჩეული იყო მაშინ ბატონო ლევონ კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად. და თავისთავად ფედერაციასთან თანამშრომლობით დავიწყეთ ჩვენ ამ ყველაფრის ორგანიზება. ბოდიში თქვენ ახლა ზუსტად ის კადრებია, როცა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა ეს ცერემონია შეჯამება, იქ ბატონი კახაჭუმბურიძე იყო ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, თქვენი ლაურეატები, თქვენი ასოციაციის ხელმძღვანელები, სპორტსმენები, კი გააგრძელეთ ბოდიში. კი ბატონო, კი, მე მივალთ უკვე დაჯილდოებაზეც მოგახსენებთ და თქვენ როგორც აღნიშნეთ, ძალიან მცირე რაოდენობის გუნდებით დავიწყეთ თავისთავად, ჩვენთვისაც რაღაც ახალი იყო და ჩვენც ვსწავლობდით ხო ამ კუთხით. პირველი წელი იყო ჩვენთვისაც 2016 წელი. დავიწყეთ 8 გუნდიან ჩემპიონატი, თბილისის თასი ერქვა, სულ 8 გუნდი მონაწილეობდა იმ ჩემპიონატში. დიახ, და იმართებოდა მხოლოდ თბილისში. თასის ფორმატი იყო ეს, ასე ვთქვათ, მინი ჩემპიონატი, რომელიც შემდეგ გაგრძელდა იმავე წელს 16 გუნდიანი უკვე თბილისის ლიგით და წლის ბოლოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად უკვე გადავწყვიტეთ, რომ გვეცადა საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება სამოყვარულო ფეხბურთში. 2016 წლის სექტემბერი-დეკემბერი, როცა ეროვნული ჩემპიონატის საპილოტე სეზონი იყო ახალ მოდელზე, როცა გადავიდა ეროვნული ჩემპიონატი, მაშინ დავიწყეთ და სხვათა შორის თავიდანვე გამოჩნდა, რომ ხალხს უნდოდა ჩართვა, იმიტომ რომ პირველივე საპილოტე ჩემპიონატში იყო დაახლოებით 200 გუნდი, 200-ზე ცოტა მეტი. კი ბატონო. ამხელ ნახტომი იქ. კი, 8-17 და უცებ 200 უკვე რეგიონებიც ჩაერთო ამ მიმართულებით. შემდეგ უკვე ასევე მადლობა მინდა უთხრა ქართულ ფეხბურთის განვითარების ფონდს, თბილისის მერიას, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, ვინც ჩართულები არიან ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ამ ყველაფრის ორგანიზებაში. უკვე ყოველწლიურად 2017 წლიდან მოვუყვებით, სტაბილურად სრულ სეზონიან ჩემპიონატს ვატარებთ, ყოველწლიურად გვაქვს ზრდადობა. და 2024 წლის ანუ შარშანდელი რიცხვი უკვე არის 471 გუნდი. გაიმეორეთ კიდევ ერთხელ ბატონო ბერდია, რამდენი გუნდია ხო? 471 გუნდის. სტოპ, ერთი წამით ბატონ დემიკო. ესე იგი დაიწყეს 2015-16 წელს 8 გუნდი იყო. აი ხა უსმენთ. ახლა არის 471 მთელი საქართველოს მასშტაბით. ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტი არის ჩართული. და სერიოზული განვითარება. ხო 11-11-ზეა. დიახ, დიდ ფეხბურთით 11-11-ზე. დაახლოებით 14,000-მდე ფეხბურთელი არის მთელი საქართველოს მასშტაბით ჯამში. კი ბატონო. ამათ შორის რა ასაკი. 16 წლიდან ზევით შეუზღუდავი ნებისმიერი ასაკის. აქ ყოფილი ფეხბურთელებიც არიან გასაგებია, ხო? კი, რა თქმა უნდა, ვეტერანი ფეხბურთელები, ანუ ყველასთვის ხან სამოყვარულო მასობრიობა ხო და მთავარი მიზანი ეს არის, ჯანსაღი ცხოვრება არის მთავარი მიზანი. ახალგაზრდები, ვისაც ვთქვათ, უბრალოდ არ გამომართლა, კი ბატონო, პროფესიონალურ ფეხბურთში ვერ მოხვდნენ. ვეტერანები, ვინც თავი დაანებეს და უნდათ სიამოვნების მიღება და ფეხბურთით, უბრალოდ ადამიანები, ვისაც უყვარს ხო ფეხბურთის თამაში და გართობა უნდა. ეს არის კადრები 28 მარტის არის ეს კადრები, აი რომ დაიწყო ახლა პირველი. დიახ, ეს არის გახსნის პირველი მატჩი. 3 დღის უკან. 28 მარტს დაიწყო, სიმბოლური იყო იმ კუთხით ეს გახსნაც, რომ აფხაზეთი კი ან გუნდი აფხაზეთი ლიგაში არის თბილისის ლიგაში თამაშობს.
და აფხაზეთი და მეორე გუნდი არის All-Star-ი, რომელთა მატჩითაც გავხსენით წელს მიმდინარე სეზონი. ეს არის თბილისის სუპერლიგა, ხო თბილისის. ვიგეხმარებათ ეს ფინანსურად ფორმა რო შეიძინო, ბურთი და ასე შემდეგ. იცით როგორია. ამდენი ფეხბურთელი, ამდენი გუნდია. მუნიციპალიტეტი. ეგრე არ არის ხო? კი, არა, ისეთი დიდი ჩემპიონატი არის და ძალიან ბევრი დეტალი და ძალიან რაღაცა ესეთ ორგანიზება ჭირდება. კი, ან ფეხბურთის ფედერაცია არის, ფეხბურთის განვითარების ფონდი, ქალაქ თბილისის მერია ფინანსურად, ანუ ერთი არის ორგანიზების ნაწილი, ხა თქვენ როგორც დასვით შეკითხვა, მეორე თვითონ კლუბები რა შვებიან, ხო, იქ ფორმა ჭირდებათ, რაღაც შეკრება უნდა, თუ არჯიში უნდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, კი, გამგეობები და მერიები ქალაქების. დიახ, თბილისში უფრო განვითარებული არის იმ კუთხით, რომ მაგალითად წელს 46 გუნდია თბილისის ლიგაში. კი, აქ უფრო თქვა დიდხნიანი სეზონიც არის და გუნდები თვითონაც მუშაობენ იმაზე, რომ სპონსორი ყავდეთ, რაღაც შემოსავალი მიიღონ. თბილისის მერიაც თანხობრივადაც ეხმარება ამ გუნდებს. ჩვენც რა თქმა უნდა თანხობრივად გვეხმარება. კერძო სექტორიდანაც ყავს ჩვენ სპონსორი. და საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, ახლა უკეთესად და მეტის საშუალება ყოველთვის არის, განვითარების საშუალება ყოველთვის არის. თან მე-10 სეზონი არის წელს, ანუ საიუბილეო სეზონი. ზუსტად ეს 28 მარტს, აი თქვენი ინტერვიუ არის გონი, 28 მარტს გარსნა იყო გდანში, ხო, გდანის სტადიონზე. გდანის საფეხბურთო ცენტრში. როგორ დამთავრდა ის მატჩი აფხაზეთის და 3-2 მოიგო All-Star-მა. სოთშორის ძალიან კარგი მატჩი გამოვიდა, 2-0 იყო, შემდეგ 2-2 გახდა და ბოლოს 3-2 მოიგო All-Star-მა. თბილისის ლიგით გავხსენით და უკვე ამ თვიდან, ანუ აპრილიდან ნელ-ნელა გადავალთ მუნიციპალიტეტებშიც. და უკვე მთელ საქართველოს ისევ მოვიდა. და სრულდება ეს ჩემპიონატი როდის? ეს კითხვა მაქვს. ჩემპიონატი დასრულდება დეკემბრის დასაწყისში გვაქვს ხოლმე, ნუ კონკრეტული თარიღი ვნახოთ ამ პირველი კვირა ან მეორე კვირა არის ხოლმე ფინალი. ანუ სრული კალენდარული წელი გრძელდება მარტის ბოლოდან დაწყებული დეკემბრამდე. ზაფხულში ერთი თვე მგონი დასვენება თუ სიცხეები რომ არის თუ როგორ არის? თბილისში დასვენება არის პარალელურად, ანუ რეგიონული ლიგები უფრო შედარებით მოკლე არის და იქ რაღაცა ეტაპები მიმდინარეობს, ან ფაქტობრივად არ ჩერდება მარტიდან დაწყებული დეკემბრამდე. თქვენ რაც ახსენეთ, აი დაჯილდოების ცერემონიალი, თქვენც ბრძანდებოდით იქ და პრიზებიც გადაეცით გარკვეულ ნომინანტებს, კი ბატონო. ეს არის ტრადიციული ღონისძიება, რომელსაც ვატარებთ ხოლმე, ნუ ან სეზონის ბოლოს, ან სეზონის დასაწყისში, სადაც ვაჯამებთ გასულ სეზონს, გამოვავლენთ ნომინაციებში სეზონის საუკეთესო მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი, ქონდა საინტერესო ნომინაციები, თქვენ სადაც ჩაერთეთ. მე ბოდიშს გიხდით, აქ ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ ტელემაყურებელს ურჩევ, თქვენ Facebook გვერდზე შევიდეთ. კი ბატონო. მოყვარულო ლიგა, ხო, ასე? მოყვარულთა ლიგა ბოდიში. იქ ყველა ინფორმაცია დევს, თავისი ვინი, ფოტო მასალაც, ვიდეო მასალაც, კი ბატონო. არის საუკეთესოდ სხვადასხვა პოზიციებზე და ყველაფერი მოყვარულთა ლიგა. მოყვარულთა ლიგა ქართული ასოებით ქვია Facebook გვერდს. გულშემატკივარი დავაჯილდოვეთ, ჩართულობით ვინც მასობრივი მუნიციპალიტეტი და ასე შემდეგ. და უკვე 28-ში, როგორც აღნიშნეთ, 28 მარტს დავიწყეთ ერთი კითხვა მაქვს. იქ ცერემონიალზე და ისედაც ვიცი, რომ საერთაშორისო ტურნირებშიც მონაწილეობენ და აპირებენ კიდევ ამ კუთხით რა ხდება წელს, რომელი გუნდი გავა საერთაშორისო არენაზე, არის თუ არა საშუალება, რომ ხარდაჭერა მეტი იყოს, რომ უფრო კარგი შედეგი დაიდოს, ხო? აი ეს მაინტერესებს. დიახ, არის ესეთი ტურნირი UEFA-ს რეგიონთა თასი, ეს არის ევროპის ჩემპიონატი სამოყვარულო ფეხბურთში. ან 37 ქვეყანა არის ჩართული ყოველწლიურად, ანუ ეს 1965 წლიდან იმართება ეს ჩემპიონატი, ჩვეულებრივი ჩემპიონთა ლიგის სისტემაა, ესე რომ ვთქვათ, უბრალოდ სამოყვარულო არის. დაიფქენე რომ მოვედი რა. დავიგე. კი. ცოცხლად გაიგეთ, ცოცხლად. დიახ. და მიხარია რომ მოგწონთ ეს, რასაც ვაკეთებ. კი, ანუ ევროპის ჩემპიონატზე უბრალოდ 2 წელიწადში ერთხელ, ანუ ეს ევროპის ჩემპიონატი 2 წლიანი არის, UEFA-ს ატარებს შესარჩევი ეტაპი, ძირითადი შუალედური ეტაპი და ფინალური ეტაპი. ჩვენ ვერთვებით ხოლმე შესარჩევი ეტაპიდან 2018 წელს მოგვეცა პირველად რომ გავსულიყავით, ან მოყვარულთა ლიგის სეზონის გამარჯვებული გუნდის ბაზაზე დგება გუნდი, რომელიც უკვე გადის
ამ ევროპის ჩემპიონატს. შარშანი იყო, ისე უწევს კენტი წლის გამარჯვებულს უწევს, ანუ 2023 წლის გამარჯვებული გუნდი გავიდა შარშან. შესარჩევი ეტაპი იყო სხვათა შორის ქუთაისში, ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით აქ ჩატარდა. შვედეთი და აზერბაიჯანი დავამარცხეთ და გადავედით მეორე ეტაპზე. შვედეთი და აზერბაიჯანი დაამარცხეს და გავიდნენ შემდეგ ეტაპზე 32 ქვეყანაში გავედით, შვეიცარიაში ჩატარდა ჩვენი ჯგუფის მატჩები. ირლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია და თვითონ შვეიცარია იყო ჩვენი მეტოქე. ერთი ქულა მოვიპოვეთ, რომელიც აღსანიშნავი არის იმ კუთხით, რომ პირველი ქულა არის ზოგადად ამ ეტაპზე სამოყვარულო გუნდის მიერ მოპოვებული ირლანდიასთან, რომელიც მერვე ადგილზეა რეიტინგში სამოყვარულო, კი, მთელ ევროპაში სამოყვარულო ფეხბურთში. და შესაბამისად ამ კუთხით უკვე რაღაც წარმატებები გვაქვს და იდეა ის გვაქვს, რომ ნაკრების ფორმა მიიღოს ხოლმე ესე რომ ვთქვათ. კიდევ გამომდინარე რომ გამარჯვებული გუნდი რა თქმა უნდა იმსახურებს ადგილს მის სახელით გადის ევროპის გაძლიერებაა საჭირო. მაგრამ დიახ, თვითონ UEFA-საც მოთხოვნა აქვს რომ რამდენიმე გუნდისგან შემდგარი, რამდენიმე გუნდის ფეხბურთელებისგან შემდგარი იყოს. დამატება რომ მოხდეს საბაზო უკვე ვთქვათ გამოცდილი პროფესიონალი მწვრთნელის ჩართულობით რომ შეიკრას გუნდი, მოემზადოს, ივარჯიშოს და მომზადებულები წავიდეთ, იმიტომ რომ რამდენჯერაც გავედით, ხედავთ რომ ძალიან მაღალი დონე არის ევროპაში. ამ კუთხით მომზადების დონე განსხვავდება და შესაბამისად ჩვენც გვინდა რომ ფეხი აუწყოთ ამ ყველაფერს. ერთი კითხვა მაქვს. ეს ძალიან კარგია რომ თქვენ ცდილობთ გაძლიერდეს ის გუნდი და ეს თანხმედრაში მოდის UEFA-ს მოთხოვნასთან რომ ფაქტურად ნაკრები უნდა იყოს ის ფაქტურად, ხო? რომ ევროპის ჩემპიონატებზე უფრო კარგი შედეგები ევროპის დონეზე ჩატარებულ ტურნირებში, მაგრამ მწნელთა შტაბი, აი ეს მწნელების პრობლემა, როგორც ასეთი, არის თქვენთან აი მოდიან სერიოზული დონის მწნელები საქართველოს მასშტაბით სერიოზული. თუ აქ პრობლემა, თუ გადამზადება მიდის სპეციალურად ამ სამოყვარულო ლიგისთვის, თუ როგორ ხდება ეს მწნელების საკითხი და საჯები გასაგებია ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს კვალიფიციური საჯებით, ეს ვიცი. აი მწნელების ამბავი, მწნელთა მომზადება. როგორ არის შერეულად გვაქვს, ანუ არიან მწვრთნელები, ვინც სრულად მოყვარულები არიან და მხოლოდ სამოყვარულო ფეხბურთში კონკრეტულად ერთ გუნდს თავისი რაღაც თქვათ შესაძლოა თქვათ ლიცენზიის მქონე მწვრთნელი იყოს, რომელიც აქვს ეს ლიცენზია, არ არის პროფესიონალურ ფეხბურთში, მაგრამ სამოყვარულო ფეხბურთში მაინც მუშაობს. არიან მწვრთნელები, რომლებიც სხვა აი მაგალითად ერთ-ერთ გუნდს ყავს მწვრთნელი, რომელიც ფუტზალის ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც არის ეს ადამიანი. ანუ სხვადასხვა კუთხით არის, ესე რომ ვთქვათ, გამოცდილებიც, სუფთად მოყვარულებიც და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი არის ის, რომ მათაც ეძლევათ განვითარების საშუალება და მათაც აქვს შესაძლებლობა, რომ აი მოსინჯონ ყავდა ერთი ადამიანი, რომელიც ერთ-ერთ გუნდს თბილისის ლიგაში წვრთნიდა და დღეს არის თბილისის დინამოს სამწვრთნელო შტაბში, აკადემიაში ეს ადამიანი. კი, კარიერული წინსვლა. ამიტომ ამ კუთხითაც კარგი პლატფორმა არის, რომ მწვრთნელებმაც თავი გამოსცადონ, ესე რომ ვთქვათ. გასაგებია. ახლა რა მაინტერესებს? ახლა დეტალებში რომ არ შევიდეთ, სპორტულ რეჟიმს როგორ იცავენ მოყვარული ფეხბურთელები მოყვარულთა გუნდებში? ახლა ეს გასაგებია რომ თუ საერთოდ არ დაიცავ, მაშინ ორ ტაიმსაც ვერ გაუძლებენ, მაგრამ საერთოდ რა მდგომარეობა ამ კუთხით რაღაცა ტესტებია, კონტროლი ასეთი თუ როგორ არის ეს მაინტერესებს? სხვადასხვა მიდგომები აქვს გუნდებს. არის გუნდების კატეგორია, რომელიც სრულად გასართობად მოდის და თავიდანვე რა თქმა უნდა თანხმდებით იმაზე, რომ მოყვარულთა ლიგაა და ნებისმიერი მიზნით შეიძლება აქ გართობის მიზნით საშეჯიბრო კუთხით პროფესიონალური. დიახ, არიან გუნდები, რომლებიც უდგებიან ისე, რომ მათ საშეჯიბრო წარმატება აინტერესებთ პირველ რიგში და შედეგი აინტერესებთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ დებულებაშიც გვაქვს გაწერილი და ამაზე გუნდებთან მუდმივად გვაქვს ურთიერთობა, რომ ან მოთამაშეები, ვინც განაცხადში შევლენ, თავისთავად ჯანმრთელები უნდა იყვნენ, რომ რაღაც რაოდენობა წუთების გაატარონ მოედანზე. თუმცა, ზოგ შეუძლია 15 წუთი ითამაშოს, ზოგ შეუძლია მთელი მატჩი ჩაატაროს და ამხანაგურ მატჩებსაც თამაშობენ, ემზადებიან, ვარჯიშებიც აქვთ.
თუმცა არიან გუნდები, ვინც მხოლოდ რაოდენობა თამაშობს. რამდენი შეიძლება მოყვარულთა? შეცვლა შეუზღუდავი არის. შეუზღუდავი. 4 შეჩერება გვაქვს დაშვებული. 4 შეჩერება. და ტაიმებს შუაში რა თქმა უნდა კიდევ შეცვლა, მაგრამ რაოდენობა არ გვაქვს. რამდენი ამ შეჩერებებში რამდენიც კიდე შეცვლა კი ბატონო. თავარია რომ გამოსულ ფეხბურთელი უკან ვერ შევა და სხვა კუთხით შეზღუდვა არ გვაქვს. თუ გავიდა მოედიდან, მე მეორე ტაიმში ვერ შევა უკან? დიახ, კი ბატონო. აჰა, გასაგებია. ახლა კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. მე ვიცი რომ თქვენ მოყვარულთა ლიგაში იყო ქალთა ფეხბურთის კომპონენტიც. კი. და როგორც მე საერთაშორისო სპორტულმა დაზრომ გვაცნობა, ის კომპონენტი მთლიანად თუ ნაწილობრივ გადავიდა ქალთა ცალკე ჩემპიონატში. ასე იყო თუ როგორ იყო ეს, როდის მოხდა ეს? 2022 წელს ჩავატარეთ ჩვენ თქვენ ლიგაში. კი, ან მოყვარულთა ლიგა გოგონათა შორის, იმიტომ რომ იყვნენ აი 16, 17, 18, 19 წლის გოგონები, ვინც თამაშობდნენ. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა იმ კუთხით, რომ ყველა მუნიციპალიტეტი აქ არ იყო ჩართული, მაგრამ დასავლეთშიც იყვნენ გუნდები, აღმოსავლეთშიც და თბილისისაც ყავდა თავისი გუნდები. ეს ჩემპიონატი ჩავატარეთ, საკმაოდ ისეთი გამოვიდა, კარგი, მასობრივი, იმიტომ რომ 14 გუნდი იყო, რაც ქალთა ფეხბურთისთვის, დიახ, მაჩვენებელი არ არის დაბალი, ესე რომ ვთქვათ, როცა 11-11 ფეხბურთზე არის საუბარი. ერთი ჩემპიონატი ჩატარდა ასე. ერთ ჩემპიონატი და მე გადავიდნენ ისინი ქალთა ჩემპიონატში. კი, ეხლა უკვე ჩვენ აღარ ვატარებთ, ან ცალკე რესურს მობილიზაცია აღარ ხდება, უკვე თანაც ქალთა ფეხბურთის მიმართულება ფეხბურთის ფედერაციაში განვითარდა. კი, აქტიურად ბოლო წლებში არის აღორძინება, რაოდენობას გაიზარდა გუნდების გოგონების, ვინც ქალთა ფეხბურთშია ჩართული და ვინმე იმ ჩემპიონატიდან, ვინც იყო 22 წელს, ხო თქვენთან? დიახ. ეროვნულ ნაკრებში ანსადმე მოხდა თუ ჯერ არ არიან ახლოს იქ? ეროვნულ ნაკრებში როგორც ვიცი, არა, მაგრამ ქალთა ეროვნულ ნაკრებზე ვამბობ. დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ ზოგადად ეს განვითარება, რა თქმა უნდა, მისასალმებელი არის. ძალიან კარგი, ბატონო ბერდია, დიდი მადლობა, რომ ძალიან საინტერესო ინფორმაცია ხა წარმოიდგინეთ 2015 წლიდან 2025 წლამდე 10 წლის განმავლობაში დაიწყეთ ჩემპიონატი 8 გუნდით, ახლა არის 500-მდე, ხო? 500. დიახ. 500. ეხლა 471 შარშანი იყო, მაგრამ წელს კიდევ ვეცდებით რომ გავზარდოთ. სურვილები არიან. კი, არის გარკვეული მუნიციპალიტეტები, რომლებიც თქვათ შარშან იყო რამდენიმე 3, 4, 5 მუნიციპალიტეტი, ვინც შარშან არ ჩართულა და მათ ჩართულობასაც თუ უზრუნველყოფთ მაღალმთიანი რაიონების, აი მესტიაში მაგალითად უბრალოდ სტადიონის პრობლემაა, თუმცა სურვილი აქვთ რომ მონაწილეობა მიიღონ და ამ კუთხით შეგვიძლია კიდე განვითარებაში ძალიან რთულია ეს კალენდარი. კი, რა თქმა უნდა, ყველა წლის ბოლომდე გაწერილი თუ რამდენიმე თვით თუ როგორ არის ეს? ეტაპებს აქვს თავისი კალენდარი, თბილისის ლიგას თავისი კალენდარი აქვს, რეგიონებში მუნიციპალური ეტაპით იწყება და შიდა ჩემპიონატებს თავისი კალენდარი. კი, რეგიონებში. დიახ, თბილისშიც და რეგიონულ ლიგებშიც 2 წრეა. თბილისში ფორმალურად გასვლა სახლში, იმიტომ რომ ფეხბურთის ფედერაციის სტადიონებს დარდებ. რეგიონებში გასვლა სახლში გვაქვს. აი მაგალითად სიტყვაზე რომ აი კახეთი. დიახ. რა შვებიან? აღმოსავლეთ საქართველოს მარტო კახეთია თუ კიდე მათთან ერთად ვინმეა? კი ბატონო, სიტყვაზე ისე. რაც გვაქვს დრო ძალიან მოკლედ ვიტყვი დრო და მოკლედ ვიტყვი ერთი წუთი დარჩა ხო? კახეთი ავიღოთ მაგალითად, ჯერ ტარდება შიდა რაიონული ჩემპიონატები, თქვა თელავის ჩემპიონატი, გურჯაანის, დედოფლის წყაროს, ლაგოდეხის, შემდეგ უკვე ამ ჩემპიონატის საუკეთესო გუნდები კახეთის რეგიონულ ეტაპს თამაშობენ, რეგიონულ ლიგას, უკვე სახლში გასვლის პრინციპით და ბოლო არის ფინალური ეტაპი თბილისის და რეგიონის. დიდი მადლობა ბერდია განაცვალე, ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა. კიდევ ერთხელ შეგახსენებ ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, პირდაპირ ეთერში იყო კომენტატორ რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული ძნელის ბატონ ჯამრეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი ბატონი დემიკო ლოლაძე, დიდი მადლობა ბატონ დემიკო და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ბერდია ჯიბლაძე. დიდი მადლობა ბატონ ბერდია. მადლობა ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს. კარგად ზანდებოდეთ.